დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების და ფრინველების მოვლის, ზრუნვის, ჯანმრთელობის ხშირ და გავრცელებულ დაავადებების და მათ სიმპტომების შესახებ. უყურეთ ვიდეო ახსნას და მიიღეთ მეტი ინფორმაცია. მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ცოფი. ცოფი ძაღლებში არის სასიკვდილო ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სიმპტომები, პრევენციის მეთოდები და რა უნდა მოვიმოქმედოთ საეჭვო შემთხვევისას. ცოფის გამომწვევია ლისსა ვირუსის გვარის ვირუსი. ძაღლები ინფიცირდებიან დაავადებული ცხოველის ნერწყვთან კონტაქტით, ძირითადად კბენის გზით. ვირუსი ნერვული ბოჭკოების გავლით აღწევს ზურგის და შემდეგ ტვინში, სადაც იწვევს ანთებას. სიმპტომები. ცოფის სიმპტომები შეიძლება დაიყოს 3 სტადიად. პროდრომული სტადია, გრძელდება 2-დან 10 დღემდე. ძაღლი ხდება მოუსვენარი, გაღიზიანებული, შეიძლება შეიცვალოს ქცევა, მაგალითად მოსიყვარულე ძაღლი გახდეს აგრესიული ან პირიქით ჩაკეტილი. ნაკბენის ადგილზე შეიძლება აღინიშნოს ქავილი ან ტკივილი. აღგზნების ფურიოზული სტადია, გრძელდება 1-დან 7 დღემდე. ძაღლი ხდება უკიდურესად აგრესიული, კბენს ყველაფერს რაც ხელში მოხვდება, აღენიშნება ნერწყვდენა, ყლაპვის გაძნელება, აქედან მოდის სახელწოდება ჰიდროფობია, წყლის შიში, თუმცა ძაღლებს წყლის შიში იშვიათად აქვთ, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია. დამბლის სტადია, აღგზნების სტადიას ცვლის დამბლა, რომელიც იწყება კიდურებიდან და ვრცელდება მთელ სხეულზე. ძაღლი ვარდება კომაში და კვდება სუნთქვის გაჩერებით. დიაგნოსტიკა. ცოფის დიაგნოსტირება რთულია, განსაკუთრებით საწყის სტადიაზე. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები. კლინიკური ნიშნების შეფასება, ვეტერინარი აფასებს ძაღლის ქცევას, სიმპტომებს და ანამნეზს. ლაბორატორიული კვლევები. იმუნოფლუორესცენტული ანალიზი EFA ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტესტი, რომელიც ტარდება დაზიანებული ტვინის ქსოვილზე. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია PCR ტესტი გამოიყენება ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოსაჩენად ნერწყვში ან ტვინის ქსოვილში. ვირუსის იზოლაცია. ვირუსის იზოლაცია შეიძლება ჩატარდეს უჯრედულ კულტურაში. სეროლოგიური ტესტები იშვიათად გამოიყენება ცოცხალ ცხოველებში დიაგნოსტიკისთვის. ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა ტვინის ქსოვილის გამოკვლევა გარდაცვალების შემდეგ, პირდაპირ იმუნოფლუორესცენციის ტესტი. სამწუხაროდ ცოფის განკურნება შეუძლებელია მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოვლინდება. ამიტომ, ძირითადად მიმართულია დაავადების პრევენციაზე, რაც მოიცავს. ვაქცინაცია. ძაღლების რეგულარული ვაქცინაცია არის ცოფის პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ვეტერინარის მიერ დანიშნულების მიხედვით. პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა. თუ ძაღლი დაკბენილია საეჭვო ცხოველის მიერ ან თუ ადამიანს უკბინა ცოფით დაავადებულმა ან საეჭვო ცხოველმა, აუცილებელია დაუყოვნებელი პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა. ჭრილობის დამუშავება. ჭრილობა კარგად უნდა გაიწმინდოს საფნითა და წყლით, შემდეგ კი დამუშავდეს ანტისეპტიკით. იმუნოგლობულინის ინექცია. ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის RIG ინექცია კეთდება ჭრილობის გარშემო, რაც ხელს უწყობს ვირუსის განეიტრალებას. სამწუხაროდ ცოფით დაავადებული ცხოველების მკურნალობა არაეფექტურია, ამიტომ რეკომენდებულია მათი ევთანაზია, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება. ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს. თუ თქვენს ძაღლს უკბინა სხვა ცხოველმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო და ვეტერინარულ დაწესებულებებს. ცოფი არის ძალიან საშიში დაავადება, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. დროული პრევენცია და მკურნალობა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში, ასევე მოგწერეთ თუ რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ შემდეგი ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.